სიდინჯით შეიკლეს. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები ვენის მოდის კვირაულზე გაზაფხული ზაფხულის ახალი კოლექციები მოდის საერთაშორისო კრიტიკოსებს და ბაიერებს დამწყებმა დიზაინერებმა გიორგი ზუმბულიძემ და თამარა ყოპალიანმა წარმოუდგინეს. ჩვენებების პარალელურად მოდელიორების შემოდგომა ზამთრის კოლექციები ავსტრიელი დიზაინერების საერთო მაღაზიაში გაიყიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული შოუ 40 წუთი გაგრძელდა. რა შეფასებები მოყვა ქართველების ჩვენებას ვენაში და როდის იხილავენ თბილისში, მათ ახალ კოლექციებს ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. თამამის სილუეტები და მაქსიმალური სიშიშვლე. ასეთია გოლას თვალით დანახული 21 საუკუნის ქალი. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის პირველი საერთაშორისო ჩვენება ვენის მოდის კვირაულზე შედგა. კლასიკური კაბების და გამჭვირვალე შარვლების პარალელურად მოდის კრიტიკოსებმა კოლექციის გამორჩეული დეტალი, უცნაური ფორმის ქუდებიც მოიწონეს, რომლებიც სამოს ერთმთლიანობას წარმოადგენს. კოლექციაში არის ძალიან ბევრი შეშიშვლე, იმიტომ რომ არის სულ ესეთი ფაქტურის შარულები, კაბები არის, რომელსაც წინა დეტალები აქვს მთლიანად მოშობილი, სადაც მკერდი ჩანს, არის ძალიან რამოდენიმე ფერი შეტანილი, არის სტაფილოსფერი ფერი, ელექტრიკი, მწვანე ფერი და რაც ესე ნელ-ნელა გრადაციებში გადადის და ბოლოს შავი ფერი და ამ კოსტიუმით ამთავრებს მთლიანად კოლექციას. კოლექციის ერთი ნაწილი ავსტრიელმა მომხმარებელმა შეიძინა, მეორე კი 19 წლის თვითნასწავლმა დიზაინერმა თბილისში ჩამოიტანა და ქართველ მოდელებს მოარგო. გიორგი ზუმბულიძე იგივე გოლა კვირეულიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ წარმატებას ბეტმენის შთაგონებით შექმნილ ქუდებს უკავშირებს და მზადებას ქართული მოდის კვირეულისთვის იწყებს. სულ სიამოვნებს ამ დიზაინერთან მუშაობა, რადგან ყოველთვის რაღაცა არგებს ჩემს სტილს თავის კოლექციას. ეხლა ძალიან მიხარია, რომ ეს დამწყებმა დიზაინერებმა მიაღწიეს რაღაც წარმატებებს იყვნენ საზღვარგარეთ და მინდა რომ უფრო და უფრო წარმატებებს მიაღწიონ საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა საქართველოშიც მოდის კვირეულზე. MQ ვენის მოდის კვირეულის ისტორიაში პოდიუმი ქართველ დიზაინერებს პირველად დაეთმო. გიორგი ზუმბულიძის შემდეგ მოდის ტენდენციების საკუთარი ხედვა თამარა ყოპალიანმაც წარმოადგინა. ახალგაზრდა დიზაინერმა 12 კოსტიუმი სპეციალურად ამ ჩვენებისთვის შეკერა. კოლექცია ჰაეროვანი ქალბატონის შთაგონებით შექმნა და უცხოელი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ავსტრიელები წაიღებდნენ მონაწილეობას და ავსტრიელებს ეკეებნება, რომ ძალიან კარგი იყო და ყველაზე მეტად მოგვეწონეს თქვენი, ეგ ძალიან რა თქმა უნდა გასახარებელია. შეფასებები ზუსტად ისე და მილოცვები ზუსტად ისე იყო, დაახლოებით როგორც თბილისში ხდება ხოლმე, რომ ძალიან სიხარულით და ოვაციებით და ბევრი ტაშით გვილოცავენ ხოლმე, ზუსტად ეგრე იყო ეხლაც. მით უმეტეს ანუ ალბათ მხოლოდ 10%-ს ვიცნობდით დარბაზიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები წარმატებული საერთაშორისო ჩვენების შემდეგ ახალ კოლექციებს უკვე საქართველოში წარმოადგენენ. გაზაფხულზე კი მოდის მოყვარულებს 52 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ახალ ტენდენციებს ისევ ვენის კვირეულზე გააცნობენ. ეს იყო კულტურის სიახლეები დღეს საინტერესო ამბებით მე ორ